Kolegებო, მოგესალმებით. Quorum-ი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხომა. სარგებლობის შემთხვევით დღეს ჩვენი კოლეგის ბატონი არჩილ გორდელაძის დაბადების დღეა და ბიუროს ფორმატში მივულოცოთ მას დაბადების დღე. უსურვოთ წარმატება. რაც შეეხება ჩვენ დღის წესრიგს, განსახლება საკითხებში დამატებულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონშეცვლილება მესამე მოსმენით. მეორე საკითხი გახლავთ უმაღლესი განათლების შესახებ კანონშეცვლილება პირველი მოსმენით, რაც შეეხება ახალ ინიციატივებს. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ კანონში ცვლილება. იურიდიული საკითხთა კომიტეტს გამარტივებული წესით განხილვა მოთხოვნა და გთხოვთ ამას. გამარტივებული წესით გთხოვთ ხარი დაუჭიროთ. მადლობა. შემდეგი კულტურის შესახებ კანონში ცვლილება. კულტურის კომიტეტს დაჩქარებული წესით განხილვა და გთხოვთ ამაზეც. აქაც გთხოვთ, დიახ. იურიდიული ხო? ბოდიში, ეს პირველი საკითხი რაც ბრძანეთ, ეგ იურიდიული საკითხთა კომიტეტი თუ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის არა? წინაზეც მე მგონი საპროცედუროზე. კი. სიმბოლოები რა კავშირში არის? ეგ იყო წინაზეც ქონდა. საპროცედურო იხილავდა ყოველთვის ამ საკითხებს, რა ვიცი. მოგეთ ბიუროს გადაწყვეტილებით შეგვიძლია ასევე საპროცედუროს იყოს. მოგეთ საპროცედურო იყოს წამყვანისა სავალდებულოს. კი ბატონო. მადლობა. კულტურის შესახებ კანონთან დაკავშირებით აქ დაჩქარებულ წესზე რომ მივიღოთ. მადლობა. შემდეგი დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება. საგარეო ურთიერთობას წამყვანი თავდაცვის და უშუალოების და იურიდიული საკითხთა კომიტეტის სავალდებულო აქაც დამატებით არის მოთხოვნა დაჩქარებული წესით განხილვაზე საორგანიზაციო საკითხებში და გთხოვთ ამაზეც მშევოთ. კი ბატონო, აქაც გთხოვთ ხარდაჭერას. მადლობა. შემდეგი მთავრობის განკარგულება დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილების კი ბატონო ესეც უკვე გაგაცანით არის ამაზე გადაწყვეტილება რაც შეეხება შემდეგ საკითხებს გარემოსდაცვითი უნივერსიტეტების კომიტეტის მომართვა გარემოსდაცვის შესახებ კანონის განხილვის ვადის 3 თვით გაგრძელებასთან დაკავშირებით ბარემ აქვე არის ჯანდაცვის კომიტეტის მომართვა გაგრძელებაზე და მეოთხე საკითხად ადამიანსრულებათა კომიტეტის მომართვა სახელმწიფო დამცველის ანგარიშის განხილვის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით და სამივეს რომ უყაროთ კენჭი. მადლობა. შემდეგი საქართველოს პარლამენტის წევრის ბატონი ირაკლი ქადაგიშვილის ანგარიში არის მივლინებასთან დაკავშირებით და ცნობად ვიღებთ ასევე ბატონი გივი მიქანაძის ანგარიში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ვიღებთ ცნობად ინფორმაციის სახით კულტურის კომიტეტის ინფორმაცია კომიტეტში თეატრის და კინოს ასევე მწერლობის საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ. შემდეგი ახალ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიში 2024 წლის საქმიანობის შესახებ, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს გადაეცემა. მეცხრე საკითხი ეროვნული ბანკის ანგარიში, რომელიც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცემა. მეათე საკითხი ფინანსის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შესრულების 3 თვის მიმოხილვა, რომელიც ასევე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცემა და გრაფიკი წარმოდგენილი არის შემდეგ განხილვების. ასევე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი მიმოხილვის განრიგი. დიახ, მოგახსენეთ. აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 2029 წლის საბიუჯეტო განაცხადი ბიუჯეტის ხარჯაყრილობისა და მუშაკთა ზღული ოდენობის შესახებ, ესეც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცემა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი 2024 წლის საქმიანობის ანგარიში კულტურის კომიტეტს გადაეცემა. აქაც წინა ადრე პერიოდში იყო ხოლმე დარგობრივი ეკონომიკა და ფიქრობ სწორი იქნება თუ კულტურის კომიტეტი განიხილავს ხოლმე ანგარიშს და ბიტონ კულტურის კომიტეტს გადაეცემა სხვა კომიტეტებს რა თქმა უნდა სრულ შემთხვევაში შეგვიძლიათ ასევე განხილვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია რომელიც ეხება საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობის შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გაცვლის შესახებ შეთანხმების 25 აპრილიდან ძალაში შესვლის შესახებ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენი მოქალაქეებისთვის
საქართველოს კაცობრიობის მართვის მოწმობები აღიარებული იქნება საბერძნეთშიც და იქაც ექნება შესაძლებლობა ჩვენს მოქალაქეებს ქართული მართვის მოწმობით გადაადგილდნენ. შემდეგი საკითხი არის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებას ეხება, გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. შემდეგი არის ასევე საკანონმდებლო წინადადება ამნისტიის შესახებ, გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. კვლავ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსს ეხება, ესეც იურიდიულ კომიტეტს გადაეცემა. ბიზნეს ომბუდსმენის მოვალის შემსრულებლის ნინო კვეტენაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება არის ასევე თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით, რომელიც გადაეცემა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს. შემდეგი გახლავთ ინფორმაცია ლობისტის მხრიდან წარმოდგენილი ხარჯებთან დაკავშირებით და ბოლო საკითხი ხაზინათა საბჭოს გადაწყვეტილება 91-97 გთხოვთ შევუყაროთ. მადლობა, სხვა საკითხები თუ არ არის, ხლომა დახურულია.